ხუთშაბათობით, როგორც იცით, ჩვენს ეთერში გთავაზობთ ჩვენ სამედიცინო რუბრიკას, რომელსაც თოდუას კლინიკის გუნდთან ერთად ვამზადებთ. საუბრობთ იმ აუცილებელ და საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან ინფორმაციაზე, რომელიც თითოეული ჩვენგანის ჯანმრთელობას ეხება. არაერთი თემა განვიხილეთ უკვე და ყველა მათგანმა კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა თუ რამდენად გადამწყვეტია პრევენციული დიაგნოსტიკა და დღეს ჩვენთან ერთად არის საზოგადოებისთვის ნაცნობი და საყვარელი ექიმი ლაშა თურქიაშვილი, თოდუას კლინიკის აბდომინალური ონკოქირურგიის მიმართულების ხელმძღვანელი. მასთან ერთად ვისაუბრებთ ადრეულ დიაგნოსტიკის ჩეკაპის, ეგრეთ წოდებული ჩეკაპის მნიშვნელობაზე, სერვისზე, რომელიც საქართველოში სწორედ თოდუას კლინიკამ დანერგა. ასევე თანამედროვე ტექნოლოგიების როლზე და მკურნალობის პროცესში მენტალური განწყობის დატვირთვაზე. ახლა მოდით ვნახოთ სიუჟეტი და შემდეგ გავაგრძელებთ სტუმართან ერთად საუბარი. სულ ოპერაციაზე, რომელიც უფრო ტექნიკურად რთული არის, შესასრულებლად ვიხურა ხოლმე აი სპაიდერმენის გამოსახულებით ფულს. დღეს ვინაიდან შედარებით სრული ოპერაცია აქვს, შესაბამისად გახლავთ ლაშა თურქიაშვილი, ქირურგი, ონკოლოგი, ჩემი ონკოლოგიური გამოცდილება ითვლის დაახლოებით 30 წელიწადს. ვცდილობ, რომ ეს ყველაფერი გამოიყვანო იმისთვის, რომ ადამიანები გამოჯანმრთელდნენ. მშვიდობას. საოპერაციო ოჯახია. შეიძლება მოიგო უფრო მეტ დროს ატარებდე საოპერაციოში, ვიდრე სახლში. აქტიური ქირურგია არ არსებობს, ვისაც ოპერაციის დროს არ გონებია, რომ გამოვალ სიტუაციაში. ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა კონდეს იმის უნარი კონცენტრაცია გააკეთო და მაქსიმალურად შეძლო იმ უნარჩვევების გამოვლენა, რაც იმ წუთას სჭირდება, რომ გადაარჩინო პაციენტი, ხო? მე მქონია სიტუაცია, რომ მითქვა, რომ ღმერთო მიშველი ოპერაციის დროს. მე არასოდეს არ მიგწვია და ღმერთი ჩემთან ერთად არ მიგწვია. ჩემთვის მაგალითად თუ ცხოვრებაში რაღაც გადაწყვეტილება მიმიღია და ვამაყობ ჩემი გადაწყვეტილება, კმაყოფილი ვარ ჩემი გადაწყვეტილებით, ერთ-ერთი ის გადაწყვეტილებაა, რომ მე მქონდა შემოთავაზება თოდუას ცენტრიდან და მივიღეს და გადაწყვეტილება მივიღე. იმიტომ რომ აქ არის ძალიან დიდი ინტელექტუალური საფუძველი იმისა, რომ ჩვენ წარმატებით ვემსახუროთ ჩვენს პაციენტებს. ზუსტად ვიცი, რას გაიცის ონკოლოგიური ავადმყოფი. მე ზუსტად ვიცი, რა განცდებით მოდის, რა იმედით მოდის. ისე მოხდა სამწუხაროდ, რომ დედაჩემს დაემართა ონკოლოგიური დაავადება და ძალიან უშუალო შეხება ქონდა ამ ყველაფერთან. ამიტომ მე გამიჟა სურვილი, რომ როგორც ყველა შეიძლება ცოტა რომანტიკული სურვილია, რომ ვერავინ ვერ მოერია, მე მოვერევი ამ დაავადებას. ვიღაცას მოყავს ჩემთან ან დედა, ან მამა, ან და, ან ძმა, ნუ ოჯახის წევრი. იმ ხელან ნდობა უნდა მოიპოვო, რომ იმან შენს ნდობა გამოგიცხადოს, რომ დანაიღო ხელში. და გავუკეთო ოპერაცია. ყველა დონის ოპერაცია კეთდება, ყველა იმ ტექნოლოგიური სიახლეებით, რაც კი შეიძლება დღეს არსებობდეს თოდუას კლინიკაში ჩვენი დეპარტამენტის მიერ. მე არ მგონია, რომ თუნდაც ევროპის, თუნდაც ახლო აღმოსავლეთის, აზიის რომელიმე კლინიკას ასეთი დიდი ტექნიკური შესაძლებლობები ჰქონდეს, როგორც თოდუას ცენტრი. ანუ აბსოლუტურად ეს აპარატები რაც იხმარება თუნდაც ოპერაციის დროს, თუნდაც დიაგნოსტიკის დროს, ხო? შესაძლებლობა აი ბოლოთაობის ტექნოლოგიურ შედეგებს, რითიც ხდება დიაგნოზის დასმა. ნდობის გარეშე არაფერი არ არსებობს. პირველი ნდობა, მეორე არის პაციენტს გაუღვიძო რწმენა იმის, რომ ის მოერევა და რეალურად მოერევა, თუ კი მას ექნება იმის რწმენა, რომ ამას მოერევა და ამაში ვიღაც უნდა დაეხმაროს. პირველ რიგში სამედიცინო პერსონალი. დიაგნოზის დასმის შემდგომ, როდესაც გაკეთებული არის ყველა კომპლექსური კვლევები, იკრიბება ასე ვთქვათ, მულტიდისციპლინარული გუნდი. აი ამ გუნდის მიერ ხდება ოპტიმალური მკურნალობის მეთოდის შერჩევა. კარგი მაგალითია, სხვათა შორის ზუსტად აი ეს გუნდური მუშაობის რა. ატონი მალხაძის
ასე ვთქვათ, კლინიკური შემთხვევა. ონკოლოგიური დიაგნოზი დაესვა, ერთ ორგანოში განვითარებული დაავადება და გადავიდა მეორე ორგანოზე. ამ შემთხვევაში კუჭის ზედა სართულის ონკოლოგიური დაავადება გადავიდა საყლაპაზზე და საკმაოდ მაღლა. ახალგაზრდთან ის იყო კარგი, რომ თავიდანვე გაცნობიერებული იყო ამ ყველაფერს. ძალიან პოზიტიური ადამიანია და ამასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. დაიწყო ბრძოლა თავის ჯანმრთელობისთვის რა. მე ამას მოვერევ. და მე დარწმუნებული ვარ, რომ ის მოერევა და ის გამოჯანმრთელდება საბოლოო ჯამში. ამ წუთას მას დაავადება აღარ აქვს. უბრალოდ ეს რაც ახლა კეთება არის მისი დაავადების პროფილაქტიკა, რომელიც აუმჯობესებს აი ზუსტად ქირურგიული მკურნალობის შედეგებს. მე თავიდანვე მოვედი მზად, რომ ბრძოლის თვითონ და დავიწყეთ ეს ბრძოლა. 3 თვეზე მეტი გავიდა და მოვედით რეალურად სადამდეც მოვედით და მე აღარ მიფიქრია რომ თურქეთში წავსულიყავი რაღაცები მოვემზადე ბოლომდე ვენდე ამ მედპერსონალს და ღმერთის წყალობით სწორი გზით წავედი ეს თული გზა იოლად გავიარე რაც მე აქ დავინახე ამათ მხრივ უბრალო სანიტარიდან ბოლო ექიმამდე ყველა რაღაცნაირად გვერდჭირო დგას ყველა ყურადღებით აფერი მოქმედო რაფერ ხარ როგორ ხარ აბა და მე ხო აღარ გინდა აბა იქიდა ბაგი თვითონ პაციენტს თავისი უჭირს ხო თავისი ამხელა თვირთიაცებს წუხილიაკ და ეს აქაური ყურადღება მაგრაშვილის ონკოლოგიური დაავადება არ არის უკურნებელი უბრალოდ დიდი ყურადღება უნდა პირველ რიგში ექიმისგან მეორე რიგში რომ ექიმის მიერ მიწოდებული ინფორმაცია, მიწოდებული დარიგებები, მიწოდებული თქვათ ინფორმაცია უნდა ასრულოს პაციენტი აუცილებლად. შენ თუ იქ პირველ შეხვედრაზე ამ დობას იმსახურე და მე ეს დობა ძლიერდება, ავტომობილი მოყვება ბოლომდე. მოყვება ბოლომდე და მეტი შანსია. გამოჯანმრთელების და არა გაუმჯობესების.